მოგესალმებით, ეს არის გადაცემა ნეომედი, მე კიდე მისი წამყვანი ეკა სუხიშვილი ვარ. ჩვენ ამ გადაცემაში ვსაუბრობთ მედიცინაზე და ყველაფერი მედიცინის შესახებ. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმრები არიან კოლეჯი ამაგის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა მასაჟის თერაპია ხელმძღვანელი ოლიკო ჯვარიძე და ამავე კოლეჯის პროფესიული მასწავლებელი ექიმ-რეაბილიტოლოგი ხათუნა ტაროხიშვილი. ვისაუბრებთ დღევანდელ გადაცემაში მასაჟის მნიშვნელობაზე, მის როლზე, რეაბილიტაციაზე და საერთოდ ვის ექნება უფლება რომ ამ პროფესიას დაეუფლოს. მოგესალმებით, ქალბატონო ოლიკო ქალბატონო ხათუნა, დიდი მადლობა იმისთვის, რომ ხართ ჩვენი გადაცემის სტუმრები და დავიწყებთ თქვენით. ოლიკო, მინდა ვისაუბროთ და საერთოდ საზოგადოება ინფორმირებული იყოს ამ პროგრამის შესახებ, მასაჟის თერაპია. საერთოდ წლების განმავლობაში იყო რომ გადიოდნენ 2 თვიან, 3 თვიან კურსებს, თუნდაც 6 თვიანს და სერტიფიკატით შეეძლოთ ეწარმოებინათ ის პროცედურები, რასაც გულისხმობს სხვადასხვა სარეაბილიტაციო პროცესი, მასაჟის სხვადასხვა ფორმები. შარშან ასოციაციამ, რომელიც ძალიან აქტიურად მუშაობს, იმუშავა პროგრამაზე, მასაჟის თერაპიის პროგრამაზე და კოლეჯი ამაგი არის ერთ-ერთი პირველი რეგიონში, რომელიც ახორციელებს პროგრამას მასაჟის თერაპია და ძალიან საინტერესოა ვისაუბროთ მის მნიშვნელობაზე. ამ პროგრამის სტუდენტებზე როგორ უნდა ჩაირიცხონ, რომელი საფეხურია, რა გზას გადიან, რამდენად აუცილებელია, რომ ეს პროგრამა ჰქონდეთ იმისთვის, რომ შემდგომში დასაქმდეთ და ამაზე ჩვენ ვიტყვით იმ რეგულაციებზე და იმ საჭიროებებზე, რაც უკვე ბევრი ცვლილებებია შეტანილი და საინტერესოა, რატომ უნდა აირჩიოს ეს პროფესია? მოგესალმებით, მადლობა თქვენ მოწვევისთვის. ნამდვილად კოლეჯი ამაგი ახორციელებს ამ პროგრამას, მასაჟის თერაპია. პროგრამა შემუშავდა იმ სტანდარტის საფუძველზე, რომელიც ქალბატონმა ხათუნა ურუშაძემ შექმნა. ეს გახლავთ ძალიან დიდი პროფესიონალი, რომელმაც ძალიან კარგი პროგრამა შექმნა და ნამდვილად ღირსეული კადრი გაიზრდება ამ პროგრამით, მაგრამ მხოლოდ სტანდარტი არ იყო, მთავარი იყო ხორცის შესხმა ამ პროგრამაზე და ამაში ძალიან დიდი თანადგომა გქონდა კოლეჯ ამაგისგან. იმუშავა სამუშაო ჯგუფმა პროგრამის შემუშავებაზე. საჭირო იყო მატერიალური ბაზის, მატერიალურ-ტექნიკური რესურსის მოძიება, საჭირო იყო სასწავლო რესურსი და განმახორციელებელი პერსონალი. იცით რომ ყველგან ჭირს ახლა პროფესიონალის მოძიება და რაც მთავარია, ამ კოლეჯ ამაგის ინფრასტრუქტურამ მოგცა იმისი საშუალება, რომ შევქმნით ძალიან კარგი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. ანუ ყველანაირად უზრუნველყოფილია სტუდენტი, რამდენიმე გარემო გვაქვს, არის აგარემო, სადაც თეორიული მეცადინეობები ტარდება და საშუალება აქვთ მიიღონ ძალიან საფუძვლიანი თეორიული ცოდნა. გარდა ამისა, პრაქტიკის ობიექტზე გასვლამდე გვაქვს სეგარემო, სადაც ერთის მაგივრად, რა ვიცი, ყველა სტუდენტისთვის არის საკუთარი პერსონალური სამუშაო სამასაჟე მაგიდა. ეს პრაქტიკის ობიექტები სად გაქვთ? პრაქტიკის ობიექტები გვაქვს ძალიან ესეთი მათ შორის ერთ-ერთი გვაქვს ბალნეოლოგიური, რომელიც ძალიან დიდი შრომის შედეგად მიაღწიეს, რომ ამ პრაქტიკის ობიექტზე გაგვეყანა ჩვენი სტუდენტები და გორის პირობებში გვაქვს სპორტული მასაჟისთვის სპორტ სკოლა, იმიტომ რომ ბევრ რაღაცას ვერ ნახავენ ხლა ვარჯიშის წინა და ვარჯიშის შემდგომი მასაჟი უნდა ნახონ ადგილზე. ამას კოლეჯში ვერ ვაჩვენებთ. თორემ ისეთ სეგარემოში იმდენად მოწყობილია ყველაფერი, რომ პრაქტიკის ობიექტზე გასვლამდე ისინი აქ უნარჩვევებს უკვე უფლებიან. და ძალიან კარგი სპეციალისტები ყავს, ისინი უზრუნველყოფენ კლინიკაში და ინსტრუქტორებიც ყავს, მოდუს ცენტრი, ესე ნიკა ტერტერაშვილის სარეაბილიტაციო ცენტრია, ნიკა ჩვენი მასწავლებელიც არის, ექიმი-რეაბილიტოლოგია, რომელიც ახორციელებს გარკვეულ მოდულებს ჩვენთან და აქვს ცენტრი, სადაც ჩვენი გოგონები გაივლიან პრაქტიკას.
ეს პროგრამა რა ხანგრძლივობის არის? 66 კვირაა, დაახლოებით 2 წელიწად და 9 თვე გრძელდება. მაგრამ ისია გათვლილი, რომ ესენი არ იქნებიან მხოლოდ პრაქტიკულ ტექნიკური განმახორციელებლები მასაჟის. ესენი სწავლობენ ძალიან ბევრ რამეს. შრომის უსაფრთხოებას, პაციენტთან ურთიერთობას, დეონტოლოგია ისწავლება, ბიოეთიკა, დეონტოლოგია, სამოქალაქო განათლება, ძალიან კარგი სპეციალისტები გვყავს. ანატომია, ფიზიოლოგია, რა თქმა უნდა, ჭირდებათ ამათ. უნდა შეაფასონ, ეს არის პირველი რგოლი პაციენტზე, ძალიან მნიშვნელოვანი რგოლია პაციენტსა და ექიმს შორის. რეაბილიტოლოგი იქნება ის თუ ნეიროქირურგი, ტრამატოლოგი, ვინც უგზავნის მასაჟის პაციენტს. ესენი არიან ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურები და ამდენად აღჭურვილი უნდა იყვნენ ცოდნითაც და შესაბამისად უნარჩვევებითაც. ასაკობრივი ზღვარი თუ აქვს ამ პროგრამაზე მოხვედრას? არა, ასაკობრივი ზღვარი არ გვაქვს, თუმცა 18 წლის ასაკის ზედაზღვარი არ გვაქვს. 18 წლის ასაკის უნდა იყოს აუცილებლად და უნდა გქონდეს სრული საშუალო განათლება. ეს არის აუცილებელი პირობა. ესეც გახლავთ პროფესიული საერთიანი ეროვნული გამოცით მხოლოდ ეს სტარდება შემოდგომაზე და ეს თუ რამე არ შეიცვალა, ხლა ვიცით როგორც ცვლილებები განათლების სისტემაში. ამჯერად წელს მოხდა შემოდგომაზე იყო ეროვნული გამოცდა, საკმაოდ დიდი კონკურსი იყო. როგორც ვიცი, პირველი მიღება გქონდა. პირველი მიღება იყო, მაგრამ ბევრი დარჩა, მინდა გითხრათ, ერთი ქულითაც და ძალიან ბევრს დღემდე მწერენ, რომ როდის იქნება განმეორებითი მიღებაო. ძალიან კარგი ნაკადი, ძალიან კარგი ჯგუფი გვაქვს, აქ გარკვეული რაოდენობა ხომ უმაღლესი განათლებით და ატესტატით. ესე რომ ყავს ზოგადი განათლებითაც ყავს და ყავს მედდები, რომელთაც უნდათ პროფესიის შეცვლა. ძალიან საინტერესო და კარგი ჯგუფი შედგა. ანუ თქვენ აძლევთ პროფესიულ დიპლომს. ეს პროფესიული დიპლომი საქართველოს ფარგლებში მოქმედებს თუ ამ პროფესიული დიპლომით შეუძლიათ ქვეყნის გარეთ მუშაობა და აი დაუშვათ რა შეუძლია აკეთოთ, სად გამოიყენებენ ამ დიპლომს? ჩვენი პროგრამა იძლევა უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაციის მეხუთე საფეხურია. გამოყენება შეუძლიათ სამედიცინო დაწესებულებებში ყველანაირი, ეს იქნება სტაციონარი, პოლიკლინიკა, დისპანსერი, შეზღუდული შესაძლებლობის პირების დაწესებულებებში, სადაც შეზღუდული შესაძლებლობის პირები არიან. ასეთაც შეუძლიათ სკოლამდელი აღზრდის სასკოლო დაწესებულებებში, სპორტ დარბაზებში, საცურაოზე, ასევე ესთეტიურ ცენტრებში საკუთარი კაბინეტების გახსნა შეუძლიათ. იძლევა საშუალებას, ეს არის მართლა უმაღლესი მეხუთე საფეხური, ამაზე მაღალი დონე ჯერჯერობით მასაჟისტის მომზადებისა, მასაჟის თერაპევტის მომზადებისა არ გვაქვს საქართველოში, ეს არის უმაღლესი საფეხური და შესაბამისად გარემოც ისეთი შეიქმნა, რომ ყველანაირი საშუალება აქვს. პირველად გადაუდებელ დახმარებასაც სწავლობენ ჩვენთან და ამისთვისაც ძალიან კარგი გარემოა შექმნილი. კომპიუტერით ფაქტიურად გამოდის, რომ ძალიან მრავალმხრივ განათლებას აძლევთ და სხვადასხვა მოდულების გავლის შედეგად ბევრი რაღაცის კეთება შეუძლიათ და მრავალმხრივ შეუძლიათ დასაქმდნენ სამომავლოდ. კი, რა თქმა უნდა. აი მრავალმხრივ შეუძლია რამდენადაც თუ არის ხოლმე გამოცხადებული რაღაცა კურსები, თქვათ კლასიკური მასაჟის, სამკურნალო მასაჟის, ჩვენი პროგრამა მოიცავს სპორტულ მასაჟს, სამკურნალო მასაჟს, სარელაქსაციო მასაჟია, სპა, ადრეული ასაკის ბავშვთა, აი თითქმის ყველაფერი რა ასახის მასაჟიც კეთდება ამ პროგრამაში ჩადებული, იმიტომ ვახსენე რომ სტანდარტი იყო ძალიან ჭკვიანურად და ძალიან გონივრულად გათვლილი და შემუშავებაც მოხდა ყველანაირი, აი ყველანაირი ხელშეწყობით. თქვათ ერთი მურაჟის მაგივრად სათითოობა ყველა სტუდენტს. ძალიან კარგი კოლეჯი ამაკი ყოველთვის ზრუნავს პროფესიული მასწავლებლების განვითარებაზე და სტუდენტის მაღალი განათლების და მაღალი პროფესიონალი სტუდენტების გამოშვებაზე. კი, აი მოგვეცა საშუალება, ამიტომ ოთახი, რომელიც ბუნებრივი განათებით ნათდება, სადაც ყველანაირი, აი ქალბატონი ხათუნა დაგვეხმარა, ყველანაირი ერგონომიკის დაცვა, რომ
განთავსდა ეს მასაჟი მაგიდები ისე რომ თავისუფლად იმოძრაონ, იმუშაონ. ყველანაირი იყო სანამ სტაციონარში გავენ ადგილზე იღებენ გარკვეული განათლება, შემდგომი უკვე მომზადებული მიდიან სტაციონარში. რა თქმა უნდა. დიდი მადლობა, კითხვით გადავალ ქალბატონ ხათუნასთან. ქალბატონო ხათუნა, როგორც ვიცით, თქვენ ხართ ასოციაციის წევრი, რომელსაც ძალიან დიდი როლი აქვს ამ პროგრამის შექმნაში და განხორციელებაში, იმიტომ რომ წლების განმავლობაში ადამიანები სწავლობდნენ თვითნებურად, ასე დავარქმევ, სხვადასხვა არაპროფესიონალებისგან, არასერტიფიცირებულისგან, უბრალოდ გადადიოდა, რომ იყვება ხელიდან ხელში ეს ცოდნა და ძალიან ბევრი არასასურველი შედეგები იყო. პირველად, რატომ დადგა საჭიროება, რომ ეს პროგრამა შემდგარიყო, რა როლი აქვს და რატომ უნდა იყოს აუცილებლად პროფესიული განათლების დიპლომის მფლობელი ის ადამიანი, რომელიც განახორციელებს მასაჟის მიმართულებით, სხვადასხვა მიმართულებით თავის საქმიანობას. მოგესალმებით, ხალხო, მივესალმებით ჩვენს მაყურებლებს. მადლობას მოგახსენებთ მოწვევისთვის პირველ რიგში და უღრმესი მადლობა, რომ ამ ყოველთ აქტუალურ საკითხს შეეხეთ. როგორც აღნიშნეთ, მე ვარ საქართველოს პროფესიონალური მასაჟის ასოციაციის წევრი, რეგულარულად ვესწრები ჩემპიონატებს, ტრენინგებს, საერთაშორისო ტრენინგებს და ეს ყოველთ მნიშვნელოვანია ჩვენი განვითარებისთვის და ის სწორედ აღნიშნეთ, რომ ამდენი წლის განმავლობაში არ იყო ეს სტანდარტი, ყველა ბევრი თვითნებურად ასწავლიდა აი ამ მოსწავლეებს, ესე ვთქვათ და მე ის ბრჭყალებში განათლება მიღებული მოსწავლეები ძალიან ბევრ პასუხისმგებლობას იღებდნენ თავის თავზე. ძალიან კარგი პროგრამა შემუშავდა ასოციაციის პრეზიდენტი და თანამდგომები რუსუდან მერმანიშვილი, ხათუნა ურუშაძე და ლია ავალიანი. მართლა რომ თავდაუზოგავად იზრუნავენ და იხწვიან, რომ ეს სტანდარტი შეედგინათ. ძალიან დიდი წვლილი მიუძღვით ჩვენი პროგრამის ჩამოყალიბებაშიც ქალბატონებს და რას მოიცავს ეს სტანდარტი, რომ აქამდე თუ არ იყო ეს ზღვარი რაღაც რა სტატუსი უნდა ქონოდა მასაჟის თერაპევტს, მასაჟისტს, ესე ვთქვათ, მოგეხსენებათ, რომ ყველა არ არის ექიმი, რეაბილიტოლოგი. ეხლა საკმაოდ გაკონტროლდება და ჩვენი კოლეჯის სტუდენტების განვითარებაც და გამოშვებაც შესაბამისად ამას მოიცავს, რომ მეხუთე საფეხურის დიპლომი უკვე იქნება ვალიდური და უფლება ექნებათ ამ მოსწავლეებს, როგორც ქალბატონმა ოლიკომ აღნიშნა, უკვე შემდეგ კურსდამთავრებულებს და მასაჟის თერაპევტის სტატუსი ექნებათ, რომ სამედიცინო დაწესებულებაში, ანუ სამკურნალო მასაჟის საფუძვლით იმუშაონ. თავიდან მოგეხსენებათ, რომ 2 თვიანი, 6 თვიანი იყო კურსები და აღნიშნულ კურსს ვერ გადიოდნენ, ფიზიკურადაც ვერ ესწრებოდა შესაბამისად, იმიტომ რომ მოიცვა მხოლოდ რელაქსაციური მასაჟი არ არის, რომ მარტო სპა ცენტრში და ესთეტიკურ ცენტრში იმუშაო, სპორტულ მასაჟს თავისი მიდგომა უნდა, არის ვარჯიშის და ვარჯიშის შემდგომ, ბავშვთა მასაჟს ძალიან სპეციფიური და ძალიან ფაქიზი მიდგომა უნდა, მოგეხსენებათ, პოსტოპერაციული განსაკუთრებით ლიმფოდრენაჟი ძალიან ესეთი სპეციფიური მიდგომაა და შესაბამისად ჩვენი კურსდამთავრებულების გადამზადებით მოხდება აი ამ ყველა სტანდარტის დაცვა, რომ ეს პაციენტი უზრუნველყოფილი იყოს, რომ ზარალს არ მიიღებს, ესე ვთქვათ და არ მიადგება არ ავნო ესეთი განათქმა. რა დაზიანება შეიძლება არაპროფესიონალმა გამოიწვიოს? ბავშვთა მასაჟში რაც შეეხება ძალიან ფაქიზი მიდგომა უნდა, მენჯბარძაყის დისპლაზიაც რაც შეეხება 2 თვის ასაკიდან 3 თვის ასაკიდან შეიძლება გაკეთდეს მასაჟი და ხო მენჯბარძაღს რომ მდგომარეობა გაძვალება სანამ მოხდება, არაფაქიზმა მიდგომამ და ვიღაცამ და უხეშმა მიდგომამ შეიძლება დააზიანო ის დისპლაზია, განუვითარებელი მენჯბარძაყი. რაც შეეხება კისერმრუდობას
ბავშვთა ასაკის ძირითადი არაპროფილაქტიკურის გარდა არის პოსტოპერაციული სიტუაციები ან არასწორად შეხორცებული ძვლები, როცა არ კონტროლდება და არასპეციალისტი კარგად ვერ შეაფასებს მდგომარეობას, შეიძლება სულ არ იყოს ის ძვალი შეხორცებული და ამ დროს უხეში მიდგომით არასწორად განავითარო ის მიმართულება და შესაბამისად დააზიანო პოსტტრაუმული პერიოდი, მოტეხილობის შემდგომი პერიოდი. რაც შეეხება ხერხემლის პათოლოგიებს, დისკოზების დროს მალთაშუა დისკის პროტრუზიის სხვადასხვა ფორმა არსებობს. თუ არ იცი დასკვნის საკითხვა და თუ არ იცი რომ განიხილო კი ბატონო მოგიტანენ დასკვნას წაიკითხავ, მაგრამ თუ ვერ გაშიფრავ და ვერ მიხვდები რა არის მალთაშუა დისკის მიმართულებას შეიძლება ისეთი მდგომარეობა გქონდეს, რომ რა თქმა უნდა სრულად გამოვარდეს, თიაქარში გადავიდეს და ძალიან ბევრი დაზიანება, უხეში დაზიანებით ბევრი მანუალურ თერაპიას ითავსებს და განსაკუთრებით ეს პროცედურები და ეს манипуляციები თუ არ არის პროფესიონალი უარეს ზიანს მოუტანს, შეიძლება ნერვი მოჭრიდოს, ესე ვთქვათ, ნერვი დააზიანოს და მერე უკვე სავალალო შედეგები მოყვეს ამ ყველაფერს. მე ძალიან მიხარია, რომ ძალიან დიდი ყურადღება მიექცა ამ პროფესიას და უკვე რეგულაციებიც მუშავდება. რა რეგულაციებზეა ლაპარაკი? რეგულაციები როგორც მოხსენთ არის არაფორმალური განვითარება და ფორმალური განვითარება. ჩვენი სწავლება მოიცავს ფორმალურ განვითარებას, რომ აი სრულად მოხდეს ფორმალურად სწავლება და აი არაფორმალური განვითარება, ვისაც გავლილი ექნება უკვე აი ერთთვიანი, ორთვიანი კურსი, მათ არ ექნებათ სტატუსი, რომ იმუშაონ თერაპიულ პაციენტთან. ძირითადი აქცენტი ამაზეა გაკეთებული, რომ რისკებია რისკი საკმაოდ პასუხსაგებენ ისინი. რა თქმა უნდა, ეს რომ თუ არ ექნებათ აი ეს პროფესიული განათლება, რასაც ჩვენ ვსაუბრობთ და აქვე ერთს დავამატებ ქალბატონ ოლიკოსთან, როგორც მინდა იცოდეს ჩვენმა მსმენელმა, რომ პროფესიული განათლება რამდენად მნიშვნელოვანია და რომ ეს არის უფასო. ხშირად სვავენ კითხვას და რა არის გადასახადი და აი ამაზე რომ ვისაუბროთ და როგორ ხვდებიან პროფესიულ კოლეჯში მომავალი სტუდენტები. თავარი არის ის, რომ სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. ანუ ეს არის ჩემი აზრით იდეალური შანსი. ყველა აკრედიტირებული კოლეჯი ჩვენ შემთხვევაში კი, ყველა აკრედიტირებული კოლეჯი სრულად ფინანსდება. კი, აი ჩვენი პროგრამის შემთხვევაში ეს სრული დაფინანსება არის იმდენად დიდი საჩუქარი, იმდენად დიდი ჯილდოა ამათთვის, რომ აი ამ დონის განათლების მიღება, ამდენი მოდული, ну ეს ცოტა სპეციფიურია პროფესიული განათლებისთვის, ამდენი სახის მოდულის შესწავლა უფასოდ, სრული დაფინანსებით და იმ გარემოთი, აი თქვენ უკვე ნახეთ ქალბატონი ხათუნა, რა დონის განმახორციელებელი პერსონალი ყავს, ძალიან კარგი ყავს ყველა, როგორც პროფესიულ მოდულებში, ასევე ზოგადი. ისე რომ მარტო სწავლა გადარჩა სტუდენტს, ისწავლოს ყველანაირი პრაქტიკაზე იაროს და ის განათლება არის მისი მომავლის გარანტია, ფინანსური და გარანტირებული ცხოვრების უკეთესი პირობები. ყველანაირი პირობა აქვს, სასწავლო რესურსი არის, ბიბლიოთეკა ყველაფრით აღჭურვილი. ქალბატონ ხათუნა, ამხელა კონკურენციის ფონზე რა შესაძლებლობები აქვთ, რომ დაუშვათ მასაჟის თერაპევტის პროგრამა დამთავრებული, თავისი დიპლომით გავიდეს საერთაშორისო ასპარეზზე. თქვენ როგორც თქვით, მათ ერთ-ერთი მიმართულება არის სპორტული მასაჟი და თუ შეუძლიათ საერთაშორისო დონის მასაჟისტებად თუ იყვნენ, თუ რამეზე კიდე დამატებითი ეტაპები აქვთ გასავლელი. მე პირადად რაც შეეხება მაქვს, როგორც ასოციაციის, პროფესიონალური ასოციაციის, მასაჟის ასოციაციის წევრი, წეღანაც მოგახსენეთ, მონაწილეობ ხოლმე საერთაშორისო ჩემპიონატებში. ერთ-ერთი არის წამყვანი მსოფლიო მასაჟის ჩემპიონატი, რომელიც კოპენჰაგენში იმართება და ჩვენი პირველი საქართველოს ჩემპიონი არის გვანცა ხოფერია, ძალიან წარმატებული ქალბატონი. არის ასევე გვანცა ელჩი
საქართველოში ელჩი მსოფლიო მასაჟის ასოციაციის და გვანცა დაუღალავად იბრძვის, რომ გაიყვანოს ქართველი პროფესიონალები ასპარეზზე. და რას გვაძლევს ეს, რომ მე როდესაც ვიყავი წინა წელს მსოფლიო ჩემპიონატზე 58 ქვეყანა იყო. იმხელა კონკურენცია, რომ 58 ქვეყანაში საქართველოს შენი შესაძლებლობები აჩვენო, საქართველოს სახელი გაიტანო ასპარეზზე არ არის ათვილი. და ჩვენ წარმომადგენლები ბევრი არ გავდივართ, მაგრამ ვისაც შესაძლებლობა გვაქვს. გარკვეული ფინანსებთანაც არის, რა თქმა უნდა, დაკავშირებული სამწუხაროდ ისინი არ აფინანსებენ. მაგრამ ფინანსების გარდა უნდა იყო თავდაჯერებული და ნამდვილი პროფესიონალი, რომ ამ დონის წარმომადგენლებში შენ აჩვენო შენი თავი პირველ რიგში, შენი პროფესიონალიზმი და აი იქ შეგამჩნიონ. ანუ იქ რა ხდება? დაუშვათ ტექნიკას აქცევენ ყურადღებას, სისწრაფეს, რაღაცა ცოდნას, გარკვეული თეორიული ცოდნის წარმოჩენას არის. ძირითადად არის პრაქტიკული კურსი, მაგრამ აქცენტი შოუს ელემენტებსაც ექცევა. პირველი წამყვანი არის წევან ქალბატონმა ოლიკომ აღნიშნა, რომ ერგონომიკა, როდესაც პატარა გადახვევას გავაკეთებ, როდესაც ჩვენ კაბინეტს ვაწყობდით გარემოში, რომ ამ ჩვენ სტუდენტებს შეუქმნათ მაქსიმალური გარემო, პირველი რაც იყო და მე მკითხეს, რომ აბა რას გვირჩევ, ერგონომიკა პირველი, რომ პირველ რიგში მასაჟის თერაპევტმა არ დაიზიანოს თავისი თავი, გაუფრთხილდეს თავის ხერხემალს, სხეულს, სახსრებს და ამ მსოფლიო ჩემპიონატზეც ერთ-ერთი წამყვანი არის ერგონომიკა, სისწრაფის განსაზღვრა, უნდა ჩაეტიო დროში, გარკვეული დრო რო გაქვს, კატეგორიებია სხვადასხვა, ჩემი მაგალითად იყო კლასიკური მასაჟი და სპორტული მასაჟი. აი ამ დროში უნდა ჩაეტიო, გადაანაწილო ეს მთლიანად მთელ სხეულზე ეს წუთები, ამისი უნარი უნდა შეგწევდეს თავისთავად. როგორც აღნიშნე, განაწილო სწორად თავისთავად, სისწრაფე არ უნდა შეანელო. ამაზე უკვე სხვადასხვა ჟიურია, რამოდენ თქვათ არის 4 წარმომადგენელი, მსოფლიო დონის ჟიური. აი გვანცა არის სწორედ ერთ-ერთი ჟიური ესეთი საქართველოს და მსოფლიო ჩემპიონატზე, მაგრამ კატეგორიების და მიხედვით. ჩემ შემთხვევაში არავინ არ ყოფილა ქართველი, სრულიად უცხო წარმომადგენლები იყვნენ. თავისთავად დრო უნდა შეარჩიო, არ უნდა დაიბნე, რაც მთავარია, სახეზე არ უნდა შეგეტყოს ემოციონალური ფონი და ძალიან ბევრი სტანდარტი მოწმდება. და აი რატო მოყევი ეს ყველაფერი, რომ ამ დონის ჩემპიონატზე და ამ დონის შეკრებაზე რო გახვიდე, თუ არ ხარ პროფესიონალი, თავისთავად თუ არა გაქვს იქ ილეთები დახვეწილი და არა გაქვს ეს გზა გავლილი, ძალიან ძნელია რომ წარმოაჩინო. კი, მიდიანი ახალბედებიც, მაგრამ აი ეს შესაძლებლობები უნდა გქონდეს. და ამისთვის არის საჭირო ამისთვის არის საჭირო სწორედ პროფესიონალი ჩვენი კურსი მოიცავს ამ ყველაფერს, რომ მაქსიმალურად უფასოდ ყოველგვარი გადასახადების გარეშე ჩვენ სტუდენტებს მივცეთ ეს შესაძლებლობა, რომ თავიანთი თავი წარმოაჩინონ როგორც საქართველოში კლინიკებში თუ თავიან საკუთარ შექმნილ კაბინეტებში, ასევე თავიანთი და საქართველოს სახელი გაიტანონ მსოფლიო ასპარეზზე. მეხუთე საფეხურის დიპლომი ეს უკვე დიდი ფუფუნებაა ნამდვილად და მადლობა, რომ აი ესეთი საშუალება მე მართლა ძალიან მიხარია. არის აი ესეთი პროგრამა ხორციელდება კოლეჯ სამახში და ეძლევა ადამიანებს იმის საშუალება, რომ ამ პროფესიით მათ თავისი ცხოვრება უკეთესი გახადონ. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო ინფორმაცია იყო, ძალიან მნიშვნელოვანი, მით უმეტეს ახლა უკვე დაიწყება რეგისტრაცია პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, უმაღლეს პროგრამებთან ერთად. ნახოთ რა იქნება, ყოველ შემთხვევაში აქვთ ადამიანებს იმის საშუალება, რომ მიიღონ პროფესიული განათლება საკმაოდ მაღალ დონეზე, არაჩვეულებრივ გარემოში, არაჩვეულებრივ პრაქტიკული უნარჩვევებით და ამან მისცეს იმის საშუალება, რომ მათი ცხოვრება შეიცვალოს და უფრო მეტად უკეთესი იყოს. მე კიდე შეგახსენებთ, რომ ჩვენი გადაცემის სტუმრები იყვნენ პროფესიული კოლეჯი ამაგის წარმომადგენლები, პროფესიული მასაჟის თერაპიის პროგრამის ხელმძღვანელი ოლიკო ჯვარიძე და პროფესიული მასწავლებელი, ექიმ რეაბილიტოლოგი ხათუნა ტარუხიშვილი.
ეს იყო გადაცემა ნეომედი ეკასუხიშვილთან ერთად. გვიყურეთ ყოველ შაბათს საღამოს 7 საათზე ნეო TV-ზე. გემშვიდობებით მომავალ შეხვედრას.